მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერ საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. მეწყერი ჩამოწვა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. უწყებისვე ცნობით მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. Გამთავრებული მეწყერული პროცესების გამო დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს. ისრაელზე კოორდინირებული ერიში მიიტანეს ირანმა და ლიბანმა. გასულ ღამით ისრაელის დიდ ნაწილში საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. ჰეზბოლამ ქვეყნის მიმართულებით სულ მცირე 150 რაკეტა გაუშვა. ასობით 1000 მოქალაქეს თავშესაფრებში მოუწიათ ჩასვლა. ისრაელის თავდაცვის სისტემებმა რაკეტები წარმატებით მოიგერია, თუმცა რამდენიმე დარტყმა მაინც მოხდა, გაჩნდა ხანძარი. მედია წერს, რომ 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღიარა, რომ მომხდარი 2 ქვეყნის მიერ ერთობლივი და ინტეგრირებული ოპერაცია იყო. პასუხად სახალმა იერიში მიიტანა ბეირუთის გარეუბნებსა და ქალაქ ტირზე. ისრაელის სამხედრო ძალამ ჰეზბოლას სამეთაურო პუნქტებსა და იარაღის საწყობებს დაარტყა. პარალელურად აფეთქებებია თეირანში, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ამავე დროს საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მათ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 18 დრონი გაანადგურეს. მათი ნაწილი შაიბას ნავთობის საბადოსკენ მიემართებოდა. მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ბასრას პორტზე თავდასხმას, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი. ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს, რომ ირანის მიერ რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმების ფონზე ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა ქვეყნის ყველა ნავთობ ტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა. კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება ვითარება ჰორმუზის სრუტეში. ირანი მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანს ბლოკავს, რომელზეც ნავთობის გლობალური ბრუნვის 20%-ზე მეტი მოდის. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ადასტურებს, რომ მათმა ძალებმა 2 სამოქალაქო გემზე მიიტანეს იერიში. საუბარია ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ისრაელის კუთვნილ ხომალდსა და ტაილანდურ სატვირთო გემზე. ირანის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებით, ნებისმიერმა ხომალდმა სრუტეში შესვლამდე ნებართვა თეირანისგან უნდა აიღოს. ამავდროულად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბი კანონიერ სამიზნედ აცხადებს შეერთებული შტატების, ისრაელისა და მათი მოკავშირეების კუთვნილ ყველა მცურავ საშუალებას. პარალელურად ტელეკომპანია CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ $100-იან ნიშნულს გადააჭარბა. ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, შეთანხმდა, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან ბაზარზე 400 მილიონ ბარელ ნავთობს გაიტანენ. როგორ შეიძლება ისახოს ახლო აღმოსავლეთში მდინარე კონფლიქტი საქართველოზე და როგორ აზღვევს რისკებს ხელისუფლება? ამ შესახებ განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მსოფლიოში მდინარე მოვლენების ფონზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. ეს პროცესი არ არის ახალი, ეს პროცესი განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდა და ამიტომაც აქედანაც იყო გამოწვეული ჩვენი ფრთხილი პოზიცია, ვინაიდან ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ის მთავარი ამოცანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ერთადერთი საზომი, რითაც ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ. სხვა დანარჩენი საზომები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიღაცა ბალტიური ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის მე-17 ხარისხოვანი იმ მთავარ ამოცანებთან, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და რა თქმა უნდა უსაფრთხოება, როდესაც უკვე უშუალოდ ასეთი კონფლიქტებია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის მშვიდობა და მშვიდობის ფასი სულ უფრო და უფრო მატულობს და ეს ფასი ჩვენ ვიზუალურადაც ვნახეთ, როდესაც კვლავ აი ამ კონფლიქტის და ომის დაწყებიდან თუ როგორ გადმოერთო მაგალითად საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომელიც ძირითადი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ ეს არის სწორედ გააზრებული პოლიტიკა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების.
დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის ვინ არის ამისთვის მზად? ეს იყო ღამის კურიერის ბოლო გადაცემის მთავარი საკითხი. დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ლელო, თუმცა ასახელებს პირობასაც გათავისუფლდნენ პატიმრები. თავის მხრივ ულტიმატუმის ენით საუბარს მიუღებლად მიიჩნევენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო. წლების განმავლობაში რომ ღარიბაში იცით ეს ციფრები როგორ წლიდან ქართულ ხალხს ჭირდება სტაბილური პოლიტიკური პროცესი. სტაბილურ პოლიტიკურ პროცესს ჭირდება დიალოგი. დიალოგის ხელის შემშლელი დღეს არის ურთიერთგანადგურების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური აქტორები. რატომ ისაუბრა მაგალითად ეუთოს წარმომადგენლობის მთავარმა პირმა და პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე? როცა დიალოგზე საუბრობს, პარალელურად ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ვის ჭირდება პოლიტპატიმრების თავისუფლება? მოდი ასე დავსვათ შეკითხვა. ჩემი აზრით, პოლიტპატიმრების თავისუფლება პოლიტპატიმრებზე მეტად სჭირდება ქვეყანას. სანამ პასუხისგებლობას არ აიღებენ ევროპელები იქნებიან თუ ადგილობრივები მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე, მანამდე არანაირ დიალოგს და არანაირ შეწყალებას აზრი არ აქვს. ეს შეწყალება კი არ არის, არის წახალისება. თუ მეორე მხრიდან ლაპარაკია, რომ გაყალბებულმა ხელისუფლებამ უკანონოდ დააპატიმრე და დაარბიე ახალგაზრდები და ასე შემდეგ და ეხლა კეთილი იქნებე და გამოუშვი, ეს დიალოგი არ არის. ეს არის ულტიმატუმი. და არავითარ ულტიმატუმზე წასვლას არ ვაპირებთ. დიალოგი არის მაშინ, როდესაც შენ წილ პასუხისგებლობას პოლიტიკასთან დაკავშირებით გრძნობ და ესენი არ გრძნობენ ამ პასუხისგებლობას. უბრალოდ ამბოილუღლუღობენ, რომ ხო რაღაცა ცუდად გამოგვივიდა, ვერ მივახციეთ ჩვენ მიზნებს. გადატრიალება არ გამოგვივიდა და შედეგი ვერ დავდეთ. აბა გამოსვლოდათ გადატრიალება. საქართველოს შესახებ დებატები იყო ევროპარლამენტში, განიხილეს ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეები. ევროპელი დეპუტატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ციხეში მყოფი პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მეორე ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე აკეთებს აქცენტს, მას მიუღებლად მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია. საქართველოს რიგით მე-9 რეზოლუციას ევროპელმა კანონმდებლებმა კენჭი დღეს უნდა უყარა. There are those who say that Georgia is lost. არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ საქართველო დაკარგულია. ეს არ არის სიმართლე. გუშინდელიდან მოყოლებული ქართველი ხალხი თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. Is certainly not lost. მათ არ სურთ კიევად გადაიქცნენ და ეს მათი უფლებაა. საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა, მას პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მათ გაკვეთილები ვასწავლოთ. ჩვენ პროტესტებს ვიწვევთ მთავრობის წინააღმდეგ, ამას ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. 3000 არასამთავრობო 4 მილიონი მოსახლეობისთვის ეს მსოფლიოში უპრეცედენტოა. შევხედოთ ფაქტებს, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. მმართველობის ინდექსის გარდა ისინი ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე უკეთეს მაჩვენებლებს ავლენენ და ეკონომიკის კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. ამ მხრივ გაკვეთილების სწავლება არ სჭირდებათ. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ. 150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი ამის მაგალითია. სურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზეც მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს და მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში. I don't think it's helping Georgia at all. არ მგონია დღეს აქ სხდომაზე მოსმენილი გამოსვლების შინაარსი საქართველოს ეხმარებოდეს. პირიქით 2008 წელს, როდესაც საქართველოს რუსეთი თავს დაესხა, არა მხოლოდ ეს პლენარული სხდომა, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა პარლამენტი გზავნიდა რეზოლუციებს და სხვა არაფერს. სად იყავით 2008 წელს, როდესაც საქართველოს თავს დაესხნენ? რა გააკეთეთ 2008 წელს რუსეთთან მიმართებით განცხადებებისა და რეზოლუციების მიღმა? თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები საქართველოში ამჟამად დაკავებულები არიან. შესაძლოა ეს სიმართლე იყოს, მაგრამ თუ ჩვენ მათ მთავრობასთან არ წარმართავთ დიალოგს, როგორ ფიქრობთ, შევძლებთ ამ ადამიანების დახმარებას? მოგიწოდებთ არ შეწყვიტოთ მათთან საუბარი, არამედ კვლავ ჩავერთოთ ყველა პოტენციური პრობლემის მოსაგვარებლად. I was attacked by Russia. Elena Koshtaria. ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპელი ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლი არიან. ისინი წლობით პატიმრობას უსჯიან მათ მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა ამოიღეს. როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია უმოქმედოდ ვიდგეთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. And eroded.
შეუძლებელია დაარღვიო პოლიტიკური მოძრაობის სანდოობა, რომელსაც 2024 წელს მოსახლეობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ჰქონდა. არჩევნებში და პარლამენტში მყარ უმრავლესობას ფლობს. მათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვთ, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აკლია. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიალური მეთოდები უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესებით манипуляციას, როგორც ეს ხდება ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაში. ქართველი მოსამართლეები არ უნდა იღებდნენ ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 2024 წლიდან თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა ძირი გამოუთხაროთ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის მქონე ქვეყანას. ევროპარლამენტში ჩატარებულ დებატებს ქართულ ოცნებაში ეხმიანებიან. მართულ პარტიაში თვლიან, რომ ევროპელ კანონმდებლთა ნაწილის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის სტრატეგიასთან თანხვედრაში მოდის და მისი მიზანი ქვეყანაში უკონტროლო სიტუაციის გამოწვევა. ევროპარლამენტს თავიდანვე აქვს ისეთი სტრატეგია ჩამოყალიბებული, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს არა მარტო ხელისუფლების გამტყუნებას, არამედ ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც უკონტროლო იქნება სიტუაცია და დესტაბილიზაცია გამოიწვევს მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას. ასე რომ არაერთი გვინახავს ესეთი რეზოლუცია, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ რეზოლუციას, იმ განცხადებას, რომელიც თუნდაც ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ გააკეთა საქართველოში ვიზიტის შემდეგ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. მხარებმა საქართველოში პლატფორმის ოფიციალურად შემოსვლასა და საომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ საქართველოში არსებული პროგრესული და გამჭვირვალე რეგულაციები საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ინვესტირებისთვის საუკეთესო мотиваცია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მსგავსი კომპანიები შემოდიან საქართველოს ბაზარზე და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთი, რომ ჩვენი ბიზნეს გარემო არის საკმაოდ მიზიდველი და მეორე ის რეგულაციები, რაც არსებობს საქართველოში, ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. ტრადიციული საბანკო სექტორთან ერთად სულ უფრო მეტად ვითარდება ეს არასაბანკო საფინანსო სექტორი, რომელიც მათ შორის ვირტუალური აქტივების სერვისების მიმწოდებლებით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი მათგანი არის Bybit. ეს ნიშნავს მეტ კონკურენციას და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს გადახდების სფეროში. ურერი აცაძე დასრულებულია. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს სიახლეებით სოფო ოხანაშვილი განაგრძობს.